ელოდება თუ არა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ახალი ბრალდების წარდგენას ჩვენ ვკითხეთ ეს ადვოკატებს და დავინტერესდით გამოკითხვის დროს ბურჭულაძესთან ჰქონდა თუ არა გამომძიებლებს MRT-ის აპარატის გარდა სხვა შესყიდვებთან დაკავშირებით რადგან თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები მათ შორის შაბათის ეთერთან ჟურნალისტებთან არაერთხელ საუბრობდნენ სავარაუდოდ კორუფციულ გარიგებებზე იმ შესყიდვებზე რომელიც კითხვის ნიშნებს აჩენდა მათ შორის ეს უკავშირდება ჯარისკაცების კვებას რადგან თავდაცვის ყოფილი თანამშრომლები საუბრობდნენ რომ ჯარისკაცებისთვის შესყიდული იყო გაფუჭებული ხორცი და ასევე დამპალი თევზი გარდა ამისა ისინი ტანსაცმელზე და ჯარისკაცების სამოსის შესყიდვაზე და გაზრდილ ფასებზე საუბრობდნენ რადგან ფასი ხელოვნურად იზრდებოდა და ასევე თავდაცვის ყოფილი სამინისტროს თანამშრომლები საუბრობდნენ იმ სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევებზე, როდესაც თავდაცვის მაშინდელი მინისტრი სწორედ ბურჭულაძის სახელით მათ თავაზობდნენ დარღვევებზე საუბრის ნაცვლად გაჩუმებას. მოელის თუ არა თავდაცვის ყოფილი მინისტრი სწორედ მის წინააღმდეგ ბრალის დამძიმებას და ახალი საქმეების წამოწყებას ადვოკატი ამბობს, რომ ამაზე ბურჭულაძესთან არ უსაუბრია გამოკითხვის დროს მასთან გამომძიებლებს სხვა საქმეებთან დაკავშირებით კითხვები არ ქონიათ. რას გულისხმობდა თავად სასამართლოს და ჯუანშერ ბურჭულაძე, როდესაც ამბობდა, რომ ბრალის წარდგენა სამართლებრივ ფარგლებს ცდება და სულ სხვა რამით არის მოტივირებული. იგულისხმება თუ არა პოლიტიკური შურისძიება. გარკვეულწილად ადვოკატები ადასტურებენ, რომ შესაძლოა ეს იყოს პოლიტიკური შურისძიება, თუმცა აქვე ამბობენ, რომ არა პირადი. რა იგულისხმება ამაში? იგულისხმება თუ არა ის, რომ ეს არის სწორედ ღარიბაშვილის გუნდის წევრად აღქმული ბურჭულაძე და სდევნიან ღარიბაშვილს და მის გარემოცვის წევრებს ამაზე დამატებით კომენტარს აღარ აკეთებენ ადვოკატები და რაც მთავარია გამოკითხულია თუ არას ბურჭულაძის საქმეზე ლილუაშვილი ან ღარიბაშვილი გაუთქმელობისგან გამომდინარე ადვოკატები დეტალებზე ვერ საუბრობენ. დღეს გაიწურება ვადა ახლოს ღონისძიების გამოყენების გასაჩივრების დღის ბოლომდე ჩვენ საღამოს შევიტანთ საჩივარ შესაბამის საგამოძიებო კოლეგიაში შემდგომი პროცედურები გრძელდება სამართლებრივი ბრძოლა ჯერ რომ ეს არ ემსახურება ბრალის წაყენება ალფსაჯულების განხორციელებას მოტივები სხვა რა არის რისთვის არის და კონკრეტულად რა იგულისხმება სხვა რაღაც ამაზე ჯერჯერობით თავს შევიდანთ მოლოდინი გაქვთ რომ სხვა საქმეებზეც დაიწყება მის წინააღმდეგ მოკვლევა თუნდაც სხვა შესყიდვებზე აი ამ გაფუჭებულ ხორცზე ან ტანსაცმელზე რომელიც შესაძლოა კორუფციულ კვალს აჩენდეს და კითხვის ნიშნებს აჩენდეს ვერ გეტყვით რაზე შეიძლება დაიწყოს უბრალოდ ეს მთლიანად საგამოძიებო უწყების გადასაწყვეტია უბრალოდ ერთი რამეა გასათვალისწინებელი რომ მინისტრი ვერ ჩაერევა ყველა წვრილმან თუ ასე ვთქვათ დაბალ შესყიდვებში ეს იქნება აისური თუ ეს იქნება ნებისმიერი საყოფაცხოვრებო რაც ჭირდება ჯარს ბუნებრივია ჩდება ეჭვი რომ საქმე გვაქვს რაღაცა ტიპის დაინტერესებასთან. რა დაინტერესებაა ეს, ვისი დაინტერესებაა და როგორ, ამაზე მხოლოდ ვერსიები შეიძლება გქონდეს, ჯერჯერობით კონკრეტული საფუძვლიანი ვერსია, რასაც ვისაუბრებდით, არ გვაჩნია. პოლიტიკურს რაც შეეხება დანამდვილებით ვერ ვიტყვით ამაზე, ერთ-ერთ ვერსიად შეიძლება ესეც განხილებოდეს, ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ რაიმე კონკრეტული სახის, რაიმე სხვა ბრალდები შეიძლება იყოს წამოყენებული. ადვოკატები ახლა სააპელაციო სარჩელზე მუშაობენ, რომლითაც გაასაჩივრებენ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი პატიმრობაში გაუშვა მოსამართლემ.